მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი პატივისცემით, მადლიერებით და დღეს მოკლედ ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის ორ ვარიანტზე ასეთი გაშლა. რატომ აღარ გეხმიანებათ ადამიანი? ხო, რატო ვერ შედგა ურთიერთობა? რატო ვერ აეწყო კონტაქტი და პირველი ვარიანტით დავიწყოთ. რატომ ვერ გამოვიდა ურთიერთობა? რატომ და ზუსტად გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული? რატო? მოდი ჯერ ვნახოთ ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი ახალგაზრდაა თქვენთან შედარებით. ძალიან ცეცხლოვანი, ძალიან დიდი ენერგეტიკული რესურსის მფლობელი ადამიანი, რომელსაც შეიძლება თვითონ სულაც არ იცის ეს ყველაფერი, მაგრამ აქვს რაღაცა სასწაული ქარიზმა, სასწაული რაღაც ისეთი ენერგეტიკა, ხო? ადამიანი, რომელსაც უნდა რაღაც ცვლილება თავის ცხოვრებაში, უნდა რაღაც სიტუაციიდან გამოსვლა და უკეთეს სიტუაციაში, უკეთეს რეალობაში გადასვლა. ისეთი ძალიან ემოციური ადამიანია, შეიძლება შემოქმედებითი ადამიანიც იყოს, წერდეს, ან უკრავდეს, ან რაღაცა ის შემოქმედების სფეროსთან ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდეს. და ადამიანი, რომელიც დღეს თქვენგან მანძილზეა, მაგრამ ადამიანს აქვს სასწაული რეგენერაციის უნარი. დღეს რომ ატკენ, ხვალ 5-ჯერ მეტად გაძლიერდება, ანუ მასზე ეს ნეგატიური მომენტები ცუდად არ მოქმედებს პირიქით. ლიმონადიდან ლიმონიდან ლიმონადს რომ გამოიყვანს, ხო, დაახლოებით აი ესეთი მომენტი. ხო, და ისეთი სტიქსის მდინარესავით არის რა, მუდმივი ცირკულაცია ხდება ენერგიების გაცვლა გამოცვლის და ის არასდროს ცარიელი არ არის. სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ეს ქალი საბედისწერო ქალია, ზოგადად თავისი არსებობით ძალიან ბევრ რაღაცას აერთიანებს საკუთარ თავში და შეიძლება ხშირად აი ესე რაღაცისთვისაც აგზავნიდეს ხოლმე ეგეთ ქალებს სამყარო შესაბამის სქესთან, ხო? არიან პლანეტები, მე ვამბობ ხოლმე და არიან თანამგზავრები და ნუ ხა თანამგზავრები აქა-იქ რჩებიან. პლანეტა ყოველთვის წინ მიდის და კიდე ახალ თანამგზავრებს იკრავს. აი დაახლოებით ეგეთი მისიის ადამიანი შესაძლოა იყოს. ძალიან საინტერესო ქალბატონია. ვერაფერს ვიტყვით ნეგატიურად. კაი. რატო ვერ შედგა თქვენი ურთიერთობა, რა მოხდა თქვენ შორის? ეს ცეცხლების დედოფალი იყო, სექსუალური, ძალიან ისეთი ქალი. სხვა შორის ჩემი კოლეგაც შეიძლება იყო. შესაძლოა პრაქტიკოსი ეზოთერიკია, შეიძლება შინაგანად ისეთი ჯადოქარია რა, რომ ვიტყვით ხოლმე, ხო, რაღაც ეს ჯადოსნური ენერგიების მატარებელი ქალიაო. რაღაცა ქონდა ისეთი განსხვავებული, აქვს, რომელიც ბევრს არ აქვს, ძალიან ინტელექტუალი, ძალიან განათლებული, ძალიან კარგი იუმორის გრძნობით. ემოციების ზღვის მატარებელია ადამიანი, რომელიც თავის თავში უამრავ ემოციას ატარებს, ხო? რა საინტერესოა ასეთ ქალს როგორ დაშორდით? მთვარის არკანით თქვენთვის ბევრი რაღაცა ჯერ კიდევ ამ ქალში ამოუხსნელი და გაურკვეველია. ვერ ხვდებით, იმასაც ვერ ხვდებით რა უნდოდა საერთოდ ამ ქალს და ერთმანეთისგან გაიპარეთ რომ იტყვიან. ღიმილით, სიცილით, მაგრამ გაიპარეთ. აღარ არის თქვენს სიტუაციაში ის ურთიერთგაგება, რა ურთიერთგაგებაც იყო, ის მიზიდულობაც გაქრა, სტაბილურობამდე ვერ მივიდა, ვერ. ის თასებიც რაც დუღდა და გადმოდუღდა, რაღაცნაირად აი ესე განეიტრალდა, ასე ვთქვათ და აბსოლუტურ სტაგნაციამდე მივიდა. ხო, პრაქტიკულად არაფერი აღარ დარჩა იმ ემოციებიდან. რანაირად მოიხერხეთ, როგორ მაინტერესებს. რატო აბა რა მოხდა მაჩვენეთ? რა მოხდა რის გამო? აქ სამკუთხედი იყო, ან ქალბატონი, ან თქვენ იყავით დაკავებული, ან შეიძლება ოთხკუთხედიც იყო. ახალი მთვარე, ახალი დაწყებული ურთიერთობა იყო. სხვა შორის ეს არ არის ძალიან დიდი ხნის დაწყებული და წლებს არ მოიცავს, მინდა გითხრათ. თქვენ შესაძლოა მოატყუეთ კიდეც ასაკი, რომ იცოდეთ. აქ
ამ ადამიანს, არ უთხარით რეალურად, აქ რაღაცა სასაკობრივი სხვაობის მომენტი მომდის, ცოტა ილუზორული მომენტებით შეუქმენით და რეალობა აბსოლუტურად სხვანაირი აღმოჩნდა ამ ემოციებით სავსე ქალისთვის. კი ბატონო. მიხვდა რომ რაღაცა ისე არ არის, მან ვერ მიიღო ის რაც სჭირდებოდა, აი ემოციების ნაკლებობის მომენტი მომდის უფრო და ჩათვალა რომ უნდა გაანულოს ყველაფერი. კი, აღარ უნდა, არა. არ გამოვიდა ის, რასაც ელოდა, მოკლედ. ეს გათხოვილია ეს ქალი. ვისაც თქვენ უყურებთ ეს გათხოვილია. კაი, უახლოესი ენერგიები იქნება რამე? საინტერესო იქნება რამე? არა. არა, ეს ქალი თავის სტაბილურობაში დარჩება. სამშაბლოს არკანი, სამართლიანობის არკანით ეს ეთვლის მორალურად, რომ მისი ადგილი არის იქ, სადაც არის. და სხვა შორის ძალიან ნანობს კიდეც შეიძლება იმ თავის გადადგმულ ნაბიჯს. უბრალოდ არ ძლიერი ქალია და არ ამბობს რა. თითქოს როგორი, თითქოს ეშმაკმამაც თუნდა ესეთი შეგრძნებები აქვს. ეს ხო და არა, ეს თავის სიტუაციას მოუფრთხილდება, იმიტომ რომ ის თავის ზაფხულშია. ანუ შუადღის მზე ეს არის უკვე როცა მწვერვალზეა, ხო? ანუ ის თავისი ოჯახური სიტუაცია აქვს, თავის ასე ვთქვათ ზენიტშია სიტუაციურად და ნახეთ სამშაბლოს არკანით ის თვლის, რომ არა, ახლა ამ ყველაფრის გაბჭება არ იქნება. რატომ? იმიტომ რომ თქვენ ვერ აღმოჩნდით ის ვინც და თქვენ თვითონაც გააფუჭეთ რაღაცები თქვენი არასწორი ქმედებებით. რა ვქნათ, ეს იყო პირველი ვარიანტი, მადლობა. მეორე ვარიანტი ვნახოთ ახლა. მეორე ვარიანტი ვნახოთ აბა. ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ქალი? თასების დედოფალი, ძალიან მზრუნველი, ძალიან კეთილი, ძალიან დადებითი, ძალიან ისეთი გამგები, მოსიყვარულე ქალი. რომელიც შესაძლოა და რა ხდება პირველი ვარიანტი მიყურებთ კაცო მეორე ვარიანტშიც რომელიც ამავდროულად პენტაკლების დედოფალია თვითკმარი შემდგარი რა ხდება ხალხო ავჩეხე და მესამე ისევ ბედის ბორბალი საბედის წერა ქალი რა საინტერესოა სავარაუდოდ ისევ მეორე ვარიანტსაც პირველი ვარიანტი და მე ხო ორი მაღალი არკანი სამყაროს არკანი ეს თქვენთვის კარმული პარტნიორი იყო მეგობრებო არც მეტი და არც ნაკლები აქ თქვენ ძალიან გონება მახვილი, ძალიან გონება გამჭრია. ხარ შეიძლება ისეთ სამსახურიც გქონდეს, რომ თქვენ საერთოდ წარმოდგენა არ გქონდეთ, ვინ არის ეს ქალი. კარგით. ანუ რეალურად ვერ აფასებდეთ მის შესაძლებლობებს ამის თქმა მინდა. რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, თქვენს შორის ახლა? რა მოხდა, რატო ვერ შედგა ურთიერთობა? რატომ ვერ შედგა ურთიერთობა? ხო და რატო ეგ გითხარი? რატო მეგობრებო და აქეთ ერთ მხარეს იყო გაურკვევლობა შიში, რაღაცა არა სტაბილურობის მომენტი, მეორე მხარეს იყო სტაბილურობა და ოჯახი. აქაც სავარაუდოდ გათხოვილ ქალს უყურებთ. აქ თქვენს მხარეს იყო, მოდით ესე ვიკითხავ, ხო აი ეს წყვილში ამოდის პენტაკლების დედოფალთან მეგობრებო. და პენტაკლების მეფე. ხო, თქვენთან უმადურობის მომენტი გაუჩნდა რაღაც, არ ვიცი რატო, რამე ხო, აი თქვენ იცით როგორ, თქვენ შესაძლოა სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ძალოვან სტრუქტურებსაც წარმოადგენდით, ადამიანი ცოტა ცივ ენერგიებში, რომელმაც გონებით რაღაცები აკეთა და ხო, ამ ქალმა ეს ნიშნად მიიღო სამყაროსთან ეს კარმული პარტნიორი. კარმული ქალბატონი იყო თქვენს ცხოვრებაში, აი 100%-ით შემიძლია გითხრათ. გაანულა ყველაფერი რა, მიხვდა რომ ეს ასე დაალაგა, ამას ეს მოყვება, იმას ის მოყვება, იმას ის. ძალიან მარტივი, უცებ შექმნა ფაბულა და გაარკვია 100 საჭადრაკო დაფაზე, ხო, უცებ. ჰოპ.
თქვენ კარტის თამაში სანამ დაამთავრეთ, იმა ჭადრაკი აიღო უკვე ხელში, დაგასწროთ ყველაფერი და მიხვდა რაღაცეებს. და მიხვდა რომ დედოფლობა მარტო ემოციების არ არის საჭირო და აქ გონებით არის გადაწყვეტილება მისაღები და მიიღო კიდეც და აირჩია თავისი პენტაკლების მეფე. აქ დიდი ფილოსოფია არ არის საჭირო, ხო? აქ რა ხდება ამ ვითომ ეგრეთ წოდებულ ხო, აი ადამიანი რომელიც ეგონა კვერთხების მეფე აღმოჩნდა ხმლების რაინდი, რომელმაც თვითონაც ვერ გაარკვია რა უნდოდა ნორმალურად. და რას თავაზობდა ამ ხალს? საბარეები ამოიყარა. აჰა, დაბნელება, გაურკვევლობა, ხო, მზის დაბნელება, უცებ ეს ხალი მიხვდა რომ რაღაცა აქ კარგი სუნი არ მცემს ესეთი მომენტი. და მე მირჩევია ჩემი სტაბილურობა ავარჩიოს საერთოდ რატო და რა მაპატიეთ მეგობრებო, რასაც მაჩვენებს ტარო, ხოლმე იმას გიყვებით, მე არ ვიგონებ არაფერს. ოჯახი და თავისი სტაბილურობა არჩია. ხო, იმიტომ რომ ეს თასების მეფე რაღაცა აი მართალ ადამიანად არ მოეჩვენა რა, რაღაცა სიყალბე, რაღაცა თაღლი, აი რაღაცა ისეთი მომენტები შენიშნა ამ ხალმა. რა ვქნათ, ნუ გამინაწყენდებით თქვენ თუ არ არის ეს გაშლა, ნუ უყურებთ მეგობრებო. აქ ორივე ვარიანტში ესეთი სურათი გაიშალა. თუ არის დაბნელებაც აქვე გვაქვს. და თქვა რომ არა, ყველაფერი უნდა მორჩეს, ხო? არ არის საჭირო. ჯობია ისევ მე ყოველდღიურობას რუტინას ემოციების გარეშე მივხედო, ვიდრე აი ამ მანიპულატორ ადამიანთან ვიყო, ვინ არის თვითონაც რომ ვერ გაუგია. აი დაახლოებით ესეთი მომენტი. ბოდიში კიდევ ერთხელ ვიმეორებ თქვენ თუ არ არის ეს გაშლა მეგობრებო, ნუ უყურებთ. და მოუფრთხილდა თავის იმ სიტუაციას, რა სიტუაციაც უკვე ქონდა. კაი. მოდი ახლა უცებ უახლოესი ენერგიებიც ვნახოთ. აბა ვნახოთ უახლოესი ენერგიებიც. დაკიდებული მამაკაცის არკანი, სამყაროს არკანი. ხალხო, 4 მაღალი არკანი. არა, ეს არ არის მაღალი არკანი, ბოდიში 3 მაღალი არკანი. პლუს 9-იანი. არა, აქ არაფერი არ იქნება მეგობრებო. აქ და ის აქ ყველა ვარიანტში აქ ისევ გაურკვეველი რაღაცები დარჩება, გაუცემელი კითხვები, ერთმანეთს შეიძლება საერთოდ აღარც ეხმიანებით, იმიტომ რომ იმისიც მიხვდა ყველაფერს, თქვენც მიხვდით ყველაფერს და ჯობია რომ ესე რაღაცა ერთმანეთის ტკენას ჯობია რომ ერთმაც იმანიპულაციავეთ და მეორემაც ერთმა ჩათვალა რომ მე მაგარი ბიჭი ვარ და მე ხა ამას ყოფილზე მოვაგვარებ რომ ეს აზრზე ვერ მოვა და ამ დროს სულ ვერ მოიფიქრა რომ აქეთ ქურუმი ქალი ყავდა და ეს ქურუმი ქალი იმნაირად დამართებდა რომ ამას არც დაესიზმრება 1000 წელი. ეს მომენტი მოგივიდათ. ამ ნაწილში წყულში ამოხოდით ნამდვილად წილს არ დაუდებთ ერთმანეთს. გაორების მომენტი მაინც დარჩა და ეს კარმული ამბავი იყო. სხვა შორის მინდა გითხრათ რომ ისწავლით რაღაცებს მიხვდებით, შეიძლება დღეს ვერ ხვდებით, მაგრამ 2 კვირის 2 თვის მერე მიხვდეთ რის გამო იყო ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში შემოსული და რას მოიტანს ეს მიხვედრა? რატო? რის გამო? განდეგილში გადაგიყვანთ მეგობრებო. და ძალიან სერიოზულ ფსიქოლოგიურ ძვრებს გამოიწევს თქვენში. მაპატიეთ, მაგრამ ეს ისე არ დარჩება. თუ რაღაცა შეგეშალათ და მიქარეთ, დაუსჯელი არ დარჩებით. აქ შეიძლება ფინანსურათაც დაგარტყათ სამყარო. ის პირიქით, ქალი სიძლიერეში ამოდის. ქალი თავს უშველის,
ხალი უშველის თავს. თქვენ აიკიდებთ ამ ამბავს ტვირთად. მოკლედ, უხილავ ტვირთად დაგაწვებათ მხრებზე რა, რაღაცა რაც თქვენ ციცით რომ არ უნდა გაგეკეთებინათ, არ ვიცი ხარ აზე ეს თქვენ უკეთესად იცით. კარგით, დაგემშვიდობებით, დროებით ნახვამდის წარმატებები, რა თქმა უნდა. ნებისმიერ სიტუაციაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ თქვენი არ არის გაშლა საჯაროა და შეგიძლიათ უბრალოდ აირიდოთ და ყურადღება არ მიაქციოთ. ისე ძალიან გავდა ორივე ვარიანტი ერთმანეთს. კარგით, დაგემშვიდობებით დროებით.